დღევანდელი ვიდეოს თემა არის M157 ძრავი. 5.5 ბიტურბო. AMG-ის შედევრი, რომელიც მსოფლიოში საკმაოდ დიდი პატივისცემით სარგებლობს. პოპულარულობაც რა თქმა უნდა საკმარისზე მეტი აქვს. დღეს მოგიყვებით ამ ძრავის შესახებ, რა აქვს დადებითი მხარეები, რა აქვს უარყოფითი მხარეები, რამდენად უძლებს ქართულ რეალობას და ზოგადად ევროპას რამდენად უძლებს და ამერიკას. ამერიკა და ევროპა რატო გავყავი? საქართველოში არსებობს მცნება, რომელიც მცნების საფუძველზეც ქართველებმა ვიცით, რომ ამერიკიდან ჩამოსულ მანქანას არ ჭირდება კარგი საწვავი. და ჭირდება ყველაზე ნაგავი საწვავი, რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე და სწორედ ამის გამო არის, რომ დღესდღეობით საქართველოში ამ ძრავებს ესე რომ ვთქვათ, სემიჩკასავით აფუჭებენ. შოვნადი ნაკლებად არის, ნაკლებად შემოდის ამის თანაძრავები, ამის თანამანქანები, ამ წლოვანების და ასე რომ ვთქვათ, სანთლით საძებარია რა. ხო და რის თქმა მინდა ახლა ამ ვიდეოში. უშუალო ძრავს შევეხები. ძრავი არის M278 სტროკერი. 4.7 ბიტურბო სტროკერია, რომელზეც იმუშავა AMG-მ. შეცვალეს მუხლალილვი, ანუ კალენვალი და შეცვალეს დგუში, პორშინი, დიამეტრი. აიღეს ბლოკი, ჩამოასხეს ხელახლა, გახადეს 98 მმ დგუშის დიამეტრი და აიღეს მუხლალილვი და შეცვალეს. შატუნი ასე ვთქვათ ეს მრუდხარა ბარბაცა, ერთი და იგივეა 4.7-ის და 5.5-ის. და ის ნიუანსები და ის პრობლემები, რომელიც 4.7-ს ჰქონდა და გააჩნდა, AMG-მ არ გაითვალისწინა და არ შეცვალა ეს ყველაფერი, ანუ პრობლემა დატოვა და უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა ძრავს, ვიდრე მანამდე ჰქონდა. და რაში მდგომარეობს ახლა ეს პრობლემა? აი, ყველაზე მარტივი მაგალითია, რო გითხრათ, შეიძლება სასაცილოდ არ გეყოთ, მაგრამ აღმართზე რო გააჩეროთ მანქანა და გაქოქოთ, შეიძლება შატუნი გაიღუნოს. ანუ ეს მრუდხარა ბარბაცა შეიძლება გაიღუნოს. და ეს ლიტერატურაში წიგნში წერია, შეგიძლიათ ამოიღოთ და წაიკითხოთ ეს ყველაფერი რა. დაღმართზე არ შეიძლება, მაგრამ ანუ არასწორად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა იდგეს მანქანა მაქსიმალურად, რომ იმის დაქოქვა შეიძლებაოდეს. თორე ის რომ აღმართზე გავაჩერეთ, დაღმართზე გავაჩერეთ, გადმუხრილ ზედაპირზე გავაჩერეთ მანქანა დაქოქეთ და მერე ბოლვა დაიწყო და შატუნი გაიღუნა და ქარხული მანქანაა და რა პრობლემაა? ეს სწორედ იქიდან არის გამოწვეული, რომ ის პრობლემები რაც 278-ს ჰქონდა, 157-შიც დაიტოვეს ეს პრობლემები. რაც შეეხება ახლა სიმძლავრეს. იდეალური სიმძლავრი აქვს, არსებობს 3 ვერსია. ახლა ამ ვერსიებზეც გეტყვით მარკეტინგის ხრიკები სად არის ჩადებული. არსებობს 525-იანი, 577-იანი და 557-იანი და 577 ცხენისძალიანი ვარიანტები. და რა ხდება ახლა აქ? პროგრამაში თუ ვინმე ერკვევა და ადგება და გახსნის ამ პროგრამას და ჩაიხედავს შიგნით, ნახავს რომ მეპები არის ერთი და იგივე. 525-იანშიც, 557-იანშიც და 577-იანშიც. უბრალოდ მარკეტინგული ხრიკი იყო, მეტი არაფერი. სადაც ვთქვათ მოდელი S, რომელიც გამოვიდა 2014-ის მერე რესტაილინგები და არარესტაილინგის არსებობს მოდელი S კვადროები, 585 ცხენი არა, PS უწერია და 577 ცხენია. და ჩვეულებრივ პირველი გამოსვლა 2011 წლის სექტემბერში გამოვიდა პირველი მოდელი CLS-ის და იყო ჩვეულებრივი CLS-ი, იყო პერფორმანს პაკეტი, წითელი სუპორტებით რომ გამოდის და უწერია 577 ცხენი და ჩვეულებრივს უწერია 525 ცხენი. სხვაობა არაფერი არ არის აბსოლუტურად, დინოზე რომ დააყენოთ ორივე მანქანა, ნახავთ რომ ერთი და იგივე ცხენის ზალა აქვს და CR-ულშიც 100-200 რო გავტესტოთ, ერთი და იგივე დროში დადიან ჩვეულებრივი CLS-იც, პერფორმანს პაკეტის და მოდელ S-იც, რომელიც ახალი გამოსვლა AMG S-ები როა რა. ხო და ეს მარკეტინგის ხრიკები. რაც შეეხება რაიმე სხვაობა თუ არის ძველსა და ახალ შორის ძრავებს შორის, გეტყვით რომ არანაირი სხვაობა არ არის, ყველა ძრავი არის ერთი და იგივე, ერთადერთი რაც არის, კლადიშის ჩამკეტკბილებშია სხვაობა და ესე რუსული ტერმინები უნდა ვიხმარო, კარენოის შეიკებში ძველ ძრავებს უყენია გარე ბოლტები წვრილი M8 და ახლებს უყენია M10. მეტი სხვაობა არ არის, არაფერი. არც ყუმშვაში, არც პორშინში, არც კოლიცოში, არც ტურბოში, აბსოლუტურად არაფერი სხვაობა არ არის რა. და ყველაზე კარგი ვარიანტი 2017 წლის ბოლოს, 2017 წლის მე-6 თვედან გამოვიდა ბიტურბოს ვარიანტები, როგორც 4.7, ასევე 5.5, 278, 157 ძრავები, რომელსაც ქარხნულად მოსდევს თუჯის გილძები, ჩუგუნის გილძები. ამ ძრავებს ყველამ ვიცით, რომ აქვს ალუსილის ბლოკი და ცილინდრიც არის ალუმინი. და ამათი მთავარი პრობლემა არის რა? იხაზება ძრავები. და პირველ რიგში ფუჭდება მარჯვენა მხარე, როგორც ძრავი, ისევე ტურბო. თუ ვინმეს ტურბო უფუჭდება, 98% შემთხვევაში თავის სიკვდილით კვდება ტურბოც, ძრავის და ჯერ პირველი მარჯვენა მხარე ფუჭდება. და რა არის ამის მიზეზი?
ტურბოს ცხელი ნიჟარის ფორმა რომ ნახოთ როგორია, როგორ მუშაობს, როგორი დატვირთვა აქვს, როგორი წინაღობები აქვს ტურბოში თვითონ კოლექტორს და მერე გამომავალ ტურბინის ცხელი მხრიდან გამომავალ ჰაერის ნაკადს, ამას მივხვდებით, რომ მარცხენა ბევრად თავისუფლად მუშაობს, ვიდრე მარჯვენა მხარე. მარჯვენა ბევრად დატვირთულია. მით უმეტეს, რომ ამას ჩვეულებრივი გრძელი კოლექტორი უყენია, ესე რომ ვთქვათ, ტაფა კოლექტორი და ზედ არის ჩამოსხმული ტურბინის ნიჟარა და უბრალოდ აიღეს და ჩადგეს რა. ნუ ძალა გამოიმუშავა და ჩადგეს რა პრობლემაა. ყველა Mercedes-ის ძრავი თითქმის ყველა მუშაობს 0-7 ბარზე. ნუ არ მაქვს საუბარი M274-ზე და M177 ძრავზე, აქ ტურბინის ცნობა ბევრად მაღალია, ნუ აქ 177 ძრავების აღარ გადაუხვევ ბევრს და ვიტყვი იმას, რომ რამოდენიმე სახის არსებობს, არის მაღალი კუმშვით, არის დაბალი კუმშვით. ხო და ნუ ტურბინის ცნება ძირითადად ამ ძრავებში 276, 278, 157 ძრავში არის 0.7 ბარი ქარხნული ბუსტი. და ამ ძრავების დაზიანებას იწვევს რა? ის ჩვენი ცოდნა საქართველოში, რომელიც არსებობს და ეხლა კომენტარებში ბევრი წავიკითხე და არავის პასუხი არ გავეცი, შეგნებულად არ გავეცი პასუხი იმის გამო, რომ კონკრეტულ რაღაცას ვიძახი ვიდეოში და კიდევ კითხვებით მოდიან, რა საწვავი ჩავასხა, რომ არა 98 დამთავრდა. უბრალოდ აიღე და ჩაასხით 98. უბრალოდ აიღე და ჩაასხით ის ზეთი, რაც დამამზადებელმა დაუწესა 0.40. მეც მყავს 218, 157 ძრავით, ქარხნულ ცილინდრებზე არს დაგილძული, არაფერი, არანაირი პრობლემა არ შექმნია. კიდე ბევრი მანქანა ვიცი 4 და 7 და 5 და 5 ბიტურბო, რომელიც დღეს საქართველოში დადის. სუპერის მეტი არაფერია ჩასხმულა, 0.40 არაფერია ჩასხმულა. გაზაობაში კლავენ ამ ძრავებს და ტანჯავენ და რო ჩაიხედოთ ენდოსკოპით ცილინდრებში იტყვით, რომ ეს უმუშევარი ცილინდრია, ფაქტობრივად ჩახაზული საერთოდ არ არის. და რაღაც მხრივ გამძლეა, თუ სწორად მოული, მაგრამ საკმაოდ ძვირიждება მოვლა, რაღაც მხრივ არ არის გამძლე. ესე იგი, რა ვიცი, მე რაც მინახია გაფუჭებული ძრავები 4 და 7 და 5 და 5-ები. ყველა ძრავი გაფუჭებული არის საწვავით და ზეთით და არასწორი მოპყრობით. არასწორ მოპყრობაში რა იგულისხმება? როდესაც მანქანა ივლის რაღაც პერიოდს, თან მით უმეტეს ეს ძრავები 105, 110, 115 გრადუსია სამუშაო ტემპერატურა, ზეთი ძალიან ზემოთ ადის, ძალიან ცხელდება, თითქმის დუღდება ზეთი. ადუღების ტემპერატურაზე მიდის. ამ ძრავების სიარულის შემდეგ საჭირო არის ცოტა ხანი რო გააჩერებთ დაისვენოს ძრავმა, გააგრილოთ, გაგრილდეს, დაწყნარდეს ვენტილატორი, მერე ჩაქრეს ძრავი. ნუ ამას არავინ არ აქცევს ძირითადად ყურადღებას და ამის გამო არის რომ გაცხელებული ზეთი იმაზე ნაკლებ ეფექტურია ვიდრე შედარებით გრილი ზეთი და არ ვიცი ხა როგორ აგიხსნათ ვისაც ალბათ წარმოდგენა აქვს როგორ მუშაობს ზეთის პრინციპი პორშინებთან ან ბლოკის შუიდან მიდის ასე ვთქვათ ნემსებით ზეთის მიწოდება პორშინებზე. პორშინებს ნახრეტები აქვს და ქვედა ბოლო შემზეთი კოლიცოში გადის ეს ზეთი და ზეთავს პორშინის გვერდებს იუბკებს. როდესაც გადახურდა ძრავი, ცხელი ჩააქრე, ის ზეთი გახმა, გაიჭედა, კარბონიზაცია გაიარა, შემდეგ დაქუქვის შემდეგ უკვე აქედან შეზეთვა აღარ ხდება, ცილინდრის და პორშინის შესაბამისად იწყება ჩახაზვა. თლიანი ცილინდრის დახაზვას იწვევს დეტონაცია. თითქმის 99% შემთხვევაში. გვერდების დახაზვას, სიუბკების დახაზვას იწვევს არასაკმარისი ზეთი, უხარისხო ზეთი, მაღალი ტემპერატურის ზეთი ან კარბონიზირებული პორშინები. ხო და, რა ვიცი, თუ საქართველოში არსებობს ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩემი საუბარი ესმის და სწორად უვლის ამ ძრავებს, შესაბამისი მოვლის საშუალებები საწვავით, ზეთით და ფილტრით, ალბათ თქვენთვისაც არსებობს ვინც იტანჯებით და ვისაც ძვირად უჯდება ამ ძრავის გაკეთება. ცოტა ცუდი მომენტია ახლა ბევრი იმას იტყვის აი რეგულარს ვასხავ იდეალურად მუშაობს 4 წელი ვიხმარ და რაღაცა ეგეთები არ მინდა ეგეთ საუბრები არ განვიხილავ ეგეთ აზრებს მე იმას გეუბნებით რაც პრაქტიკაში გავიარე რაც დამამზადებელმა დაუწერა და საერთოდ არ მაქვს იმის ინტერესი რომ ვინმეს რაღაცაში ფული გადავაყრევინო მე უბრალოდ რჩევებს გაძლევთ ახლა ამ ვიდეოს სახით რეკომენდაციებს გიწევთ რა უნდა გააკეთოთ თუ გაიგებთ და შეითავსებთ იმ ყველაფერს რასაც მე ვიძახი კარგი იქნება ისევე თქვენთვის თორემ მე სამუშაო თავზე საყრელი მაქვს მაგრამ რიგში ჩავაყენებ მანქანებს არ არის პრობლემა. ეს ისე ხუმრობით. მაგრამ რეალობა ეგრეა რა. ყველაზე მთავარი არის ამ ძრავისთვის სწორი მოვლა. და თუ ძრავს სწორად მოული, აუცილებლად გასიამოვნებს. ეხლა სხვაობა მინდა გითხრათ დეტალებში 278-სა და 157 შორის რა სხვაობაა დაზიანების მხრივ და რატო ღუნავს 157 უფრო ხშირად შატუნს ვიდრე 278
და ამას გეტყვით შატუნის მაგალითზე. შატუნს თავი აქვს წაჭრილი, რის ხარჯზეც პორშინის კედელი გაამაგრეს ჩამოსხმის დროს. პორშინში შიგნით აქვს ბევრად მეტი ალუმინი ჩამოსხმული და ბევრად მეტად მყარია პერეგაროტკებში, ვიდრე სწორად გაჩარხული შატუნი რო ყოფილიყო რა. ანუ თავი რო შატუნს ჰქონდეს სწორი, ამის ხარჯზე პორშინში უნდა ამოეღოთ რაღაცა ალუმინის ფართი, რომ შატუნი ჩატეულიყო. ამ შემთხვევაში შატუნი აღარ გაიღუნებოდა, ან ნაკლებად გაიღუნებოდა, მაგრამ იმის საშიშროება უფრო მეტად იქნებოდა, რომ პორშინი გატეხილიყო ვიდრე არსებულ შემთხვევაში. და მივიღეთ ის, რომ დღეს გვაქვს ესეთი სიტუაცია, 4-ში 92.9 მმ გვაქვს პორშინის დიამეტრი და AMG-ის შემთხვევაში 98 მმ გვაქვს პორშინის დიამეტრი. პორშინის დიამეტრის გააზრდამ გამოიწვია, რა თქმა უნდა, კუბატურის გაზრდა და დიდი ძალის მიღება, მაგრამ ვერ გათვალეს ერთი რამ. ან გათვალეს და შეგნებულად დაუშვეს ეს შეცდომა, არ ვიცი. ეს წაჭრილი შატუნი, რომელიც პორშინში შედის, პორშინს აძლევს რხევის საშუალებას. შატუნი 157-ში არასოდეს არ იღუნება წინ და უკან. ყოველთვის იღუნება გვერდით. ბევრად მეტად ზიანდება 157 ძრავი, ვიდრე 278 ძრავი. ბევრად ხშირად ზიანდება უფრო სწორად. ეს არის სხვაობა მათ შორის, კალენვალში, მატერიალში თითქმის სხვაობა არ არის, არანაირი და ძალიან იშვიათად მინახია გაღუნული კალენვალი. თუნდაც დეტონაციის დროს ზეთის მიწოდების პრობლემა ამ ძრავებს ფაქტიურად არ აქვს, იმიტომ რომ უყენია საკმაოდ კარგი ზეთის ტუმბო. დონე უნდა აკონტროლოთ ზეთის მაქსიმალურად ხშირად. არ დაელოდოთ დეშბორდზე იმის გამოტანას, რომ 1 ლიტრი დაამატე. არანაირად არ დაელოდოთ ამ ყველაფერს, იმის გამო რომ სანამ მინიმალურ ნიშნულს 1 ლიტრით არ ჩაცდება დონე, მანამდე არ დაგიწერთ დეშბორდზე, რომ ზეთი დაამატე, თუნდაც 1 ლიტრა და ნაკლული ზეთის სიარული იწვევს იმას, რომ მარცხენა გამშვები, მძღოლის მხარე გამშვები, გამანაწილებელი ლილვი, რასპედვალი აფუჭებს კულაჩოკებს. მშრალზე მუშაობს და ქოქვისას საკმაოდ დიდხანს ყველაზე შორი წერტილი ზეთისთვის არის მარცხენა გამანაწილებელი ლილვი და აქ მიდის ყველაზე გვიან ზეთი. აქედან გამომდინარე ყველაზე ხშირად ფუჭდება მარცხენა გამანაწილებელი ლილვი. გამშვები ლილვზე მაქვს საუბარი. სხვა დანარჩენი ლილვი არც ერთი გაფუჭებული მე პრაქტიკაში არ მინახავს, ცვეთა რო წასულიყო, ასე რომ ვთქვათ. ხო, შემაჯამებლად გეტყვით იმას, რომ არც ერთი ძრავი არ არის ცუდი, ორივე კარგი ძრავია, ოღონდ სწორი მოვლის პირობებში 100.000 კილომეტრი გარბენი ცოტა არ არის და 100.000 კილომეტრზე უკვე რემონტი უწევს ძრავს და რებილდია საჭირო, დაშლა ჭირდება, იქ კლადიშების შეცვლაა საჭირო. უეჭველი ვიცი, რომ ეხლა ამ 100.000 კილომეტრის განმავლობაში 100.000 კილომეტრს სუპერზე არ ივლის ძრავი და ყველა სხვადასხვა საწოლს ასხავს. შეჯამება გავაკეთოთ ეხლა ამ ორ ძრავზე, კონკრეტულად 278-ზე და 157-ზე და შეჯამება არის შემდეგი. ორივე ძრავი ჩემი გადმოსახედიდან კარგია, თუ სწორად მოვლით. რაც შეეხება როდის უწევს სერვისი ძრავებს. ძრავებს სერვისი უწევს დაახლოებით 100.000 კილომეტრზე. ასე დაწერა დამამზადებელმა. მინიმუმ ჯაჭვის და ვანუსების, ცეფის და ვანუსების. ორივეს ერთი და იგივე ტიპის და ხარისხის ვანუსები უყენია, ორივეს ერთი და იგივე ტიპის და ხარისხის ცეფები უყენია, დამჭიმები ერთი და იგივე, აბსოლუტურად განსხვავება არაფერი არ არის. ჩამოგითვლით სხვაობებს, ესენია კლაპნები უშუალოდ, გალოვკა, იმიტომ რომ დიამეტრი ცილინდრის დიდია და უფრო დიდ დიამეტრზე ამოღებული გალოვკა, პორშინის დიამეტრი და კალენვალის ხოდი. 98 მმ-ია 57-ის შემთხვევაში, პორშინის დიამეტრი 92.9 არის 4.7-ის შემთხვევაში. დანარჩენი ვანუსები, რასპედვალები, ცეფები, ზეთის ნასოსი, კლადიშები, ყველაფერი ერთი და იგივეა აბსოლუტურად. ყველაფერი ერთი და იგივე. და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ზეთი არ ცვალოთ 10.000 და 15.000, ზეთი ცვალეთ დაახლოებით 4-5.000 კილომეტრზე, რადგან ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მომუშავე ძრავებია და ზეთის თვისებას კარგავს მაღალი ტემპერატურა მუშაობის პერიოდში. მე პირადად 4.000-ზე ვცვლიზეც. თუ ამ პირობებს დააკმაყოფილებს თქვენი ბიუჯეტი, რომ მოუაროთ მანქანას მაღალხარისხიანი ზეთი ასხათ, სუპერზე ნაკლები არ ჩაასხათ, თუ ძრავი დაზიანებული არ არის, არც მომავალში არ დაზიანდება. ამის გარანტია არის ის, რომ პრაქტიკაში მქონია ბევრი ეგეთი მანქანა, რომელსაც კარგზე სასხამდნენ, საწვავის სუპერზე ნაკლები არ ჩასხმულა და არანაირი პრობლემა არ ყოფილა რა. 250.000 გავლილი ძრავები მაქვს ნანახი, დამიშლია და მინახია, რომ აბსოლუტურად არაფერი ნაკაწრი და ნახაზი არ აქვს ცილინდრს.
ხონა. რა ვიცი, მე შევეცდები ხოლმე რომ რაღაც შემეცნებითი სახის ვიდეოები ჩავწერო სხვადასხვა ძრავებთან დაკავშირებით. თქვენს დაწერეთ კომენტარებში კონკრეტულად რომელი ძრავები გაინტერესებთ ხოლმე და რომელიც უფრო საინტერესო იქნება ეტაპობრივად შევეცდები ვიდეოების ჩაწერას რა. ნახვამდის.